შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიღწეული არის შეთანხმების ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც TikTok-ის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყდა. მიმდინარე კვირის ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართავს ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან და საბოლოოდ გადაწყდება TikTok-ის საკითხი და TikTok-ი გააგრძელებს მოქმედებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ შესახებ დონალდ ტრამპმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი. ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დიდმა სავაჭრო შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ის მალე დასრულდება. ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება გარკვეულ კომპანიაზე, რომლის გადარჩენად ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან სურთ. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან. დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. კონკრეტულად რა ტიპის არის შეთანხმება და რა არის უფრო მეტი ცნობილი ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი ფინანსთა მინისტრს არ გაუკეთებია. ერთადერთი რამე რაც მან თქვა არის ის, რომ ეს არის შეთანხმება ორ კერძო მხარეს შორის. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ონლაინ მაღაზიებში იგზალებოდა TikTok-ის არსებობა. შესაბამისად, ვისაც ჰქონდა უკვე ჩამოტვირთული TikTok-ი, მას შეეძლო ამის გამოყენება, თუმცა როგორც ანალიტიკოსები აცხადებდნენ, თუ არ იქნებოდა ონლაინ აპლიკაცია App Store-ებში, ანუ ონლაინ მაღაზიაში თანდათანობით TikTok-ის გამოყენება გახდებოდა შეუძლებელი. 18 იანვარს ერთი დღის განმავლობაში იყო TikTok-ი დაბლოკილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და როდესაც დონალდ ტრამპი უკვე მეორე ვადით გახდა ოფიციალურად პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 20 იანვარს ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა მან იყო აღსრულების აქტი, რომლის ფარგლებშიც გადავადდა TikTok-ის საკითხი, უნდა დაიბლოკოს თუ არა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად 75 დღით გადაიდო ეს საკითხი და შემდგომ მიმდინარე წლის ზაფხულში 90 დღით გადადო დონალდ ტრამპმა TikTok-ის არსებობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ეს საკითხი არის უკვე გადაწყვეტილი. მე შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით კომპანია ByteDance, ეს არის ჩინური კომპანია, მას ეკუთვნის ვიდეო პლატფორმა TikTok-ი, უნდა გაეყიდა რომელიმე ამერიკული კომპანიისთვის TikTok-ი, რათა მას შეძლებოდა გაეგრძელებინა მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯო ბაიდენს პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე სენატის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ჩინეთი გადასცემს, უბრალოდ TikTok-ი გადასცემს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს პეკინს და ეს არის დაუშვებელი, სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ კანონის მიღების, თუმცა როგორც ჩანს, TikTok-ი მაინც გააგრძელებს მოქმედებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.